თქვენ ახლა ხედავთ ალბათ ჩვენი გადაცემის თემა რაც არის უსამშობლოების მარცხი. არ ვიცი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩელიაბინსკში გაიღვიძა, მე მგონი, იმდენჯერ იძახეს ამათმა ჩელიაბინსკში გაიღვიძებთო, რომ თვითონ ამერიკამ გაიღვიძა ჩელიაბინსკში, იმიტომ რომ ყველა ის ფონდები, რომლებისგანაც დაფინანსება მოდიოდა აი ამ უსამშობლოებისთვის, ყველა ფონდის ფაქტიურად პრობლემები ექნება და მათი საერთოდ არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. და ეხლა ეს რო ვინმეს ეთქვა ჩვენი ხელისუფლებიდან რომ აი USAID მაგალითად კრიმინალების ბუდეაო, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა აქციები ჩატარდებოდა საქართველოში. გამოვიდოდნენ და ესე იგი თავიანთ თავსაც დაიწვავდნენ და ფიტულებსაც დაწვავდნენ. ეს ფიტულების დაწვა კარგად იციან ამ არარაობებმა. ესე იგი, კარგად მოგეხსენებათ რა არაპატიეს ირაკლი კობახიძეს, როდესაც თქვა, რომ ჩვენო აი ამ ევროკავშირთან დაკავშირებითო გარკვეულწილად გადავხედავთ პოზიციებსო და თვითონ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირიო ჩვენს მიმართ ძალიან ცუდად იქცევაო. აი ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, მაშინ როცა ყველა ევროკავშირის ელჩი ფაქტობრივად აი ამ საქართველოს მოღალატეების წინ გვერდით დგას. ანუ ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება იძახდა და ჩვენ კიდე დიდი ხანია ვიძახით, ხელისუფლებამდე ვიძახდით ამათ, რომ ეს ადამიანები, ეს ფონდები, NED, IRI, USAID და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. ეს კი არა, CEREUS მუშაობა შეაჩერა, CEREUS მუშაობა, დაზვერვის სამსახურის მუშაობა შეაჩერა ამ ტრამპმა, რომ იქ არის საკმაოდ ბევრი ჩაბუდებული მტერი თვითონ ტრამპისაც და ამერიკელებისაც. თქვენ ატყობთ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არის გამოვლენილი როგორი უნდობლობა. ეს USAID თქვენ ხო არ გონიათ, რომ რაღაცა ის არის NGO არის, ეს არის ამერიკის მთავრობის ორგანიზაცია. შეიძლება USAID არ დაშალოს ტრამპმა, მაგრამ ძირეული ცვლილებები მოხდება. იქ ეხლა დაფინანსებები რო შეუწყდა, გასაგებია რომ ფონდი აღარ აფინანსებს, მაგრამ კაცმა არ იცი, შეიძლება ახალი ორგანიზაცია შეიქმნას, ან მთლიანად შეიცვალოს. CEREUS როგორც გითხარით, მუშაობა შეუჩერა, კაცო, რაღაცა რეორგანიზაცია ხდება იქ. და პლუს ამას გითხარით, რომ აი ყველა ფონდები კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა, თქვენ წარმოგიდგენიათ, ეგ რო ხელისუფლებას ეთქვა. და ამიტომ ეხლა მიდი გამოდით ეხა ჩაატარეთ აქციები აბა ტრამპის წინააღმდეგ და თქვით რომ ესე იგი ტრამპი არის პუტინის კაცი და ტრამპი არის კრემლის აგენტი. აბა გამოდით ეხლა და თქვით ეს ყველაფერი. რატო არ იძახით? მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ძალიან სწორად იმოქმედა, როდესაც გაატარა პოლიტიკა თანმიმდევრული, დაელოდა მოვლენებს. აი გახსოვთ ალბათ, როდესაც იყო საუბარი, რომ აი რატო არიჩენენ ესენი ცოტა რადიკალურ ზომებს, რატო არ არივლენენ აი ამ მომიტინგეების მიმართ. იმიტომ რომ ელოდებოდნენ ამ არჩევნების შედეგებს. ეხლა ამათ რომ დაფინანსება უკვე შეუწყდებათ, ესენი არ არიან იდეის ხალხი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ფული რო აღარ ექნებათ, ესენი გამოლე და ქუჩაში იბრძოლებენ, გამორიცხული. და აქედან გამომდინარე ის რაც გააკეთა ხელისუფლებამ, რომ თანმიმდევრულად მიყვებოდა იმ პოლიტიკას, რომ არ მიდიოდა გამწვავებაზე, ეს აღმოჩნდა სწორი. იმიტომ რომ თავად ამერიკამ გამოუტანა განაჩენი ამ NGO-ებს. ეხლა გამოდიან დღეს ბრიფინგები ჩაატარეს ამ იდიოტებმა. ჩაატარეს ბრიფინგები, რომ ისაო, რა ქვიაო, აიო ხელისუფლებამო, რა მიიღო ამერიკიდანო, რა სარგებელი მიიღო. ბიჭო, რა სარგებელი უნდა მიიღო? ყველა ვინც გაფინანსებდა, ყველა მოღალატებად გამოაცხადა ტრამპმა და კრიმინალებად, ბანდიტებად გამოაცხადა. ვინც თქვენ გაფინანსებდა, დაფინანსება დაკარგეთ. ის რაზეც იდახდა ხელისუფლება, რომ ესენი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგო, ყველას გადაესვა ხაზი. დღე-დღეზე შეიცვლება პოლიტიკა და შეიძლება ხალხით შეიცვალოს აი ამ გველების ბუდეში, რომელიც არის დიღმის ცეკად ცნობილ ამერიკის საელჩოში. ეს ყველაზე დიდი გველების ბუდე აი იქ არის ამერიკის საელჩოში და იქ შეიცვლება სიტუაცია მალე. ან ელჩს შეცვლიან, ან მთლიანად სტაფს შეცვლიან. იმიტომ რომ ეხლა CEREUS შეუჩერა მუშაობა კაცმა და ამერიკის მთავრობის ორგანიზაციები ბანდიტებად გამოაცხადა და ეხლა აი ესენი შეიძლება კოცონზე დაწვას. ეხლა მას ისეთ იმაზე არის უდარზე, შეიძლება ადგეს და დახვრეტა მიუსაჯოს აი ამ ამერიკის ელჩს საქართველოში. ზოგიერთ შტატში ხო არის დახვრეტა და შეიძლება დასახვრეტად მოამზადოს ესენი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდითო. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ
ძალიან ესე იგი კარგი მოვლენების მომსწრენი ხდებით მეგობრებო და დიახაც აი ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება მიიღო აი როგორც აი ადამიანი როდესაც რაღაცა ცოტა ისეთ მდგომარეობაში არ აი რაღაცა დოპინგს მიიღებს ჟანგბადის ბალონს მიუერთებენ ეხლა საჟანგბადე ბალონი ნამდვილად არ ქონდა ხელისუფლებას ესე ძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა მაგრამ აი დამატებითი მიიღო ძალები დამატებითი რესურსი მიიღო და ამათმა კიდე ამათ ხაზი გადაესვათ აი ძალიან კარგი განცხადება გააკეთა აი ამ მოღალატეებთან დაკავშირებით ქალაქის მერმა კახი კალაძემ მოусმინოთ მეგობრებო ისაც აქვს პროტესტი შეუძლია გამოხატოს არანაირი პრობლემა არ არსებობს ეს კანონები ხელს უწყობს პროტესტის თავისუფლებას რა თქმა უნდა პროტესტი თავისუფალია თუ აუდან ადამიანის გზის გადაკეტვას აუკრძალავთ ეს თავისუფალი პროტესტია ის ზალადობრივი ქმედებები რასაც თქვენ აკეთებდით თქვენი ტელევიზიის ჩართულობით იმ ადამიანებით ვისაც ახალისებდით და უამრავი ადამიანი დაღუპეთ უამრავ ადამიანს აურიეთ ცხოვრება ტელევიზიები ბატონო კახა თავარი თქვენ გგონიათ რომ ხალხი რომ ქუჩაში გამოდის ეს ტელევიზიები არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ხალხი ვერ გებულობს რეალურად რა ხდება ქვეყანაში შეუძლია გამოხატოს მისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ვერ გვექნება ვიღაცა შეკვენ შეიძლება გქონდეთ სხვა შეხედულება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთანაც მე შეიძლება განსხვავებული მაქვს. ეს ნორმალურია და უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ აი ახლა თქვენც ხედავთ, რომ როგორი ესეთი სწორი აქცენტები დაისვა ქალაქის მერის მხრიდან. დიახ, მეგობრებო, აი ესენი არიან მოღალატეები, ეს ჟურნალისტები, რომლებიც აი სწორედ დეзинფორმაციას ავრცელებენ და გულში გამოვიდნენ და ეს კანონებიო, სხვათა შორის ზოგიერთი ნაძირალაც აყვა ამას არანაციონალური ფლანგიდან, რომ აიო, ჩვენო გვართმევენო ხელისუფლებაზე რაღაცის ცუდის თქმის და ესე იგი გაკრიტიკების საშუალებასო დიქტატურა მყარდებაო. ესე იგი გამოდის რომ ქუჩაში უნდა გაგლანძღონ, გაგთათხონ, გაგინონ, მერე თურმე ეს თმენის ვალდებულებაში უნდა ჩაჯდეს ყველაფერი და უნდა ესე იგი ამათმა უნდა აიღო ყველაფერი და ამას უნდა შევხვდეთ ჩვენ გაგებით ყველაფერს. დიახაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებები იღება აი ამ საკანონმდებლო მიმართულებით და ის რომ მე ვფიქრობ დიდი ხანია ვლაპარაკობდი იმის შესახებ რომ ადმინისტრაციული ჯარიმები უნდა გაზრდილიყო და ფაქტობრივად ეხლა რასაც ხელისუფლება აკეთებს ამას მოუწოდებდი ჩვენ და ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. აი ხა ყაზახეთში იყო ვიზიტი, ძალიან წყინვალე ვიზიტი იყო პრემიერ-მინისტრის კობახიძისა, სადაც ესე იგი აი ისეთი სიტყვები იხმარა პირველმა პირმა ყაზახეთისა, ჩვენი პირველი პირის მიმართ, რომ რა ვიცი, აი გეგონებოდა რომ რაღაცა ჩვენ ვიყავით რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ტოლსტორი ქვეყანა, ისეთი რიდით, ისეთი აი რაღაცა მოწიწებით და ისეთი აი რაღაცა გარკვეულწილად საშიაყვანილი იყავდა ჩვენი პირველი პირები, რომ თქვენ გაუძელით ამას, თქვენ გაქვთ ეკონომიკური ზრდა და მოკლედ ძალიან აქო და ადიდა და ეს იყო ხა ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ეკონომიკური მეგობრებო და ციცილად ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას ჩვენი ქვეყნის წინსვლას განსაზღვრავს ყაზახეთი. ყაზახეთთან ურთიერთობები გამტკიცებული გვაქვს, ჩინეთთან, რუსეთთან ურთიერთობები ლაგდება. თვითონ ტრამპის ადმინისტრაციას მხრიდანაც მე ვფიქრობ, რომ წამოვა დადებითი სიგნალები. ის რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი აქ რაც ახლა ხდება და გასუსული არის, არაფერ ხმას რო არ იღებს ამერიკის საელჩო, ეს უკვე ნიშნავს, რომ პოლიტიკა შეიცვლება. მათ მიიღეს ეგრეთ წოდებული კამანდა, ხმა არ მოიღოთ გაჩუმდითო რა. ხმა არ მოიღოთო, თორე ჩვენ ხედავდით აი ამ კანონებზე, მიღებულ ცვლილებებზე, აბა გაიგონეთ თქვენ ამერიკის საელჩოდან პოზიცია? ხო არ გაგიგონიათ? არანაირი ხმა არ ყოფილა, იმიტომ რომ უთხრეს ამათ რომ გაჩუმდით. და ესენი ლაპარაკობენ რომ აი რა შეიცვალაო ამერიკის პოზიციაო ტრამპის მოსვლისში. აი ეს შეიცვალა. ეხლა რომ ყოფილიყო ბაიდენი, გამოვიდოდა ეს სკელი დეგნანი და იტყოდა რომ საქართველოს დიქტატურისკენ გადადგა ნაბიჯი ამ კანონების აი ამ იმპლემენტაციით. საქართველოს გადადგა დიქტატურისკენ ნაბიჯი, როდესაც მაგალითად გუში დააკავეს და საპატიმრო გირაო შეუფარდეს აი ამ უგულავას და აი ამ ოპოზიციონერებს.
და ისიც რომ პარლამენტარებს შეუწყდათ უფლებამოსილება და ერთხელ და სამუდამოდ მორჩება იმაზე საუბარი გარიგებულები არიან, აბა შემოვლენ, არ შემოვლენ, არავის არ უნდა, ნუ შემოხვალ და დასვენებული ვიქნებით კიდევაც. ანუ ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ პოლიციელების უფლებების დაცვა, უბრალო ადამიანების უფლებების დაცვა, გამკაცრება პოლიტიკისა საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ის, რომ სახელმწიფოს გაძლიერებისკენ არის გადადგმული ნაბიჯი. და ბევრი ლაპარაკობს, რომ აი ბელორუსიზაცია ხდება ქვეყნის, რომ ჩვენ ესე იგი ბელორუსს ვემსგავსებით. ნეტა მართლა იმ დღეს მოვესწრებოდეთ, რომ ბელორუსს დავემსგავსებოდეთ. 20-30-იანი ქარხნები მუშაობს ბელორუსში და არც ერთი ადამიანი უმუშავრე ქვეყანა ყვავის. და ნეტა ვიყოთ ბელორუსი და იმათ რომ გახადეს, აქვე რაღაცა საგინებელეთ ეს ლუკაშენკო. ჩვენ გვექნება ძალიან მალე ვიზიტი ბელორუსში, მინსკში, სადაც გვექნება რეპორტაჟები ყოველდღიური და თქვენ თვითონ დარწმუნდებით იმაში რა ცხოვრება არის ბელორუსში და აი ამათ კიდე აი ამ ვაი ჟურნალისტებს აი ესეთი პასუხები უნდა გასცე მოკლე და ლაკონური როგორც ესენი იმსახურებენ. აი სხვანაირად ამათ არ ესმით. ხულებათ მაინც და იმ მოცემულობაში რომ 19 დღეა ქალი შიმშილობს პოლიციელისთვის სილის გაწმის გამო და იმ დროს როდესაც მოძალადე პოლიციელები არიან დაუსჯელები და ადამიანები რომლებიც დათარეშობენ და ჩემ კოლეგებს უთყამდნენ გამოძიებას არც კი დაუდგენია ვინას. აი მაინტერესებს უბრალოდ უხერხულობას მაინც არ გიქნით ეს ყველაფერი. არა. დიახ მეგობრებო, აი ესე უნდა ელაპარაკო ამათ რა. აი ბოდიში ამ სლენგზე, მაგრამ ეკაიფო ამათ რა. აი უნდა დაამცირო ისე როგორც აი ეს ამან დაამცირა. ილაკლაკა, ამოიგდო ენა და უთხრა არა. მე ვეთანხმები მამუკა მდინარაძის პოზიციას, რომელმაც თქვა თუ ადამიანი არ შეჭამს საჭმელს, მოკვდება, აბა რა იქნება? და ყველა ადამიანი ირჩევს რა, ეხლა არავის სიკვდილი ნამდვილად არ გვიხარია, მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა სიცოცხლე, ეხლა ჩვენ ვერასდროს ვერ გავაკეთებთ იმას, რომ რაღაცნაირად ეხლა სახელმწიფოც ცდილობს ეხლა საავადმყოფოში ეს ვივამედი კიდე ბოლო-ბოლო გადაარქვით და ვივამედი კი არ არის, ეს არის ნაცების გასანჯანსაღებელი კომპლექსი, დააწერეთ ბოლო-ბოლო. ვივამედის კლინიკას დაარქვით სახელი, ნაც ჯალათთა გასაჯანსაღებელი ისა რა ქვია ობიექტი. რა უბედურება ჯერ სააკაშვილი ღორს დაემსგავსა, კაცი მომაკვდინებელი სცენით იყო 50 დაიწერა დასკვნა რომ აქამდე უნდა მომკვდარიყო, კიდევ ერთხელ მე არავის სიკვდილი არ მინდა, მაგრამ დასკვნებიიდო ისეთი რომ უნდა მომკვდარიყო აქამდე ეს კაცი. ეხლა ამ ქალთან დაკავშირებით, ამ ამაღლობელთან დაკავშირებით, ვითომ ეს რაღაცა დიდი რაღაც გაუკეთა ქვეყანას, ერთადერთი რაც გააკეთა პოლიციელ სილა გააწდა და ეს ამ დამსახურებით, ესე იგი ეს ქალი გააღმერთეს და ეხლა კომისია შეიქმნა, ჯანმრთელობის შესწავლელი და ამაზეც იძახიან კვდება. თურმე ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოფილა, რომ შევიდა იქ აიმაში კლინიკაში და საჭმელი დაახვედრეს, გესმით, გამობძანდა საიას ხელმძღვანელი და კიდე ვიღაცა ნაც ხლისტები და თქვენს რომ აიო ესო რა ქვია ფსიქოლოგიურად იძალადესო. თუ ამას თქვი დაურიგეთ საქართველოს მოსახლეობას და ასე იძალადეთ ყველაზე თქვენ. თუ საჭმლის დარიგება არის ფსიქოლოგიური ძალადობა, მაშინ ხო კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ესე იძალადეთ დეტალს ხებზეც რა, თუ საჭმლის დარიგება თუ არის ძალადობა. არ ვიცი გაოგნებული ვარ, აიმითი რაც ხდება და მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად დასკვნები არის გამოსატანი თუ რაც ხდება ეხა ქვეყანაში ძალიან ისეთი ადვილი გამოსატანი და მე ერთი რამე მიხარია რომ აი ეს უსამშობლოები ფაქტობრივად აი პირწმინდად დამარცხდნენ. გამოეცალათ ის ლობი, გამოეცალათ ის მხარდაჭერა, დარჩნენ გალოკილი თითებივით, ეხლა იმ ფული რაც მოაქუჩეჩეს დარწმუნებული ვარ პროკურატურა მიაცუნცულებინებს იქ პროკურატურაში იმ მებთან დაკავშირებით რაღაცა გარკვეულწილად რაში იშოვეს ეს ფული, იმიტომ რომ პროკურატურა დაინტერესდეს უნდა ამ ფულის წარმომავლობით. რაში იღებდნენ ესენი ამ ფულს.